გარსევან ჭავჭავაძის როლი იყო ძალიან საინტერესო. გარსევან ჭავჭავაძე ჩამოყალიბდა რაღაცნაირად ანტი ფიგურად, მას დაბრალდა ყველაფერი, გეორგიევსკის ტრაქტატი, რუსეთის შემდეგ შემოსვლა დაპყრობა, არადა ის იყო უბრალოდ წარგზავნილი დიპლომატი. მას არც ტრაქტატი შეუდგენია, შეადგინეს და ისე გაატანეს, მაგრამ საჭირო იყო ადამიანი, რომელზეც ესე შეაწმენდნენ ხელებს. ერეკლე მეორეს ცოტა რთულია დააბრალო ეს ამბავი, დიდი ფიგურაა ძალიან. გარსევან ჭავჭავაძე პატარა ფიგურა, მას შეიძლება რომ დავაბრალოთ და გენერალი კნორინგი, რომელიც იყო კავკასიის ხაზის მეთაური, ის ამბობს, რომ გარსევან ჭავჭავაძეს დავაბრალოთო. რუსებმა ვეჩადეს ეს მომენტი, რომ ისევ ქართველების შიდა დაპირისპირება, რომ გადახრილიყო ისრები, გარსევან ჭავჭავაძის, იქ სხვა ელჩებიც იყვნენ, მათი ოჯახები და ნათესავები ხომ. და გარსევან ჭავჭავაძე მომხრე იყო თავისუფლების თავისთავად, მაგრამ ისევ რუსეთის იმპერატორის გავლით ფიქრობდა ის და იმედი ჰქონდა, რომ აი იმპერატორი გაიგებს, იმპერატორის შემდეგ გამოიჩანს მოწყალებას, მაგრამ არ გამოვიდა, ჩაიშალა ეს ამბავი. 1802 წლის ამ ამბების შემდეგ კავკასიაში დაინიშნა პავლე ციციანოვი, ჩვენ უკვე ვახსენეთ პავლე ციციანოვის შესახებ. ეს იყო ციციშვილი, გარუსებული, ციციანოვად გადაკეთებული გვარით. არაფერი ქართული მას არ ჰქონდა, იყო ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსი, გენერალი იყო ძალიან კარგი. სპეციალურად გამოგზავნეს თავისთავად, იმიტომ რომ მაინც ქართული ფესვები ჰქონდა და იოლად აუღებდა ალყოს აქ ვითარებას. ციციანოვი რომ ჩამოვიდა, ერთ-ერთი წერილია მისი მიმართვა იმპერატორისადმი, სადაც თხოვს, რომ ნუ გზავნით გადაყენებულ, დაქვეითებულ, თანამდებობიდან დაქვეითებულ მოხელეებს. ესე იგი, თუ კი ვინმეს გადააყენებდნენ, ან დასჭიდნენ, სასჯელი იყო საქართველოში გამოგზავნა, რომ აქ ემართა შემდეგ ეს რაღაცა პროვინცია, რუსები როგორც თვლიდნენ და წარმოიდგინეთ, ასე ვთქვათ, მეორადი ტოტლებენი როგორც გამოგზავნეს, ძალიან ოდიოზური ფიგურა, უამრავ სკანდალში გახვეული და მაინც და მაინც ტოტლებენი გამოგზავნეს ერეკლე მეორესთან. ანუ არასერიოზული მიდგომა იყო და ასე იყო კოვალენსკი ჩამოსული, რომელსაც აბრალებდნენ, რომ ფულს იღებდა, მარტო სიმდიდრეზე ფიქრობდა, სხვადასხვა სახის გენერლები, მოხელეები და გაითვალისწინა ალექსანდრემ და ბრძანება გასცა, რომ კარგი კადრები გაგზავნეთო საქართველოში. ციციანოვმა გააუქმა მოურავის თანამდებობა. მოურავი, ეს ქართული თანამდებობა და ჩაანაცვლა რუსული თანამდებობით, კაპიტანი იყო მაზრების მეთაურები და შესაბამისად ქართულ ადათებსაც სპობდა. შემოაქვს მას რუსული კანონები და ციციანოვს ჰქონდა მთავარი მისია. ის ამ დროს ებრძოდა ირანს და გამოეპარა აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები. ირანთან ომისთვის რუსეთმა სასწრაფოდ დაიწყო დარიალის ხეობის გზის გაკეთება სამხედრო გზის ჯარების გადმოსროლისთვის და რასაკვირველია ამუშავებდნენ გზის გასწვრივ მცხოვრებ მთიულებს, მთიელებს ზოგადად. ჟამურის ხეობა მაგალითად იყო, ოსები ცხოვრობდნენ, რამდენიმე სოფელი იყო ქსნის ხეობაში, თვითონ მთიულები, ხეობის გასწვრივ მოხევეები და თან იცით რომ მთიულები საქართველოში სხვა როლი ჰქონდათ მათ საქართველოს ქართლ-კახეთის სამეფოს დროს. ისინი გადასახადებისგან ხშირად თავისუფლდებოდნენ, მათი მთავარი მიზანი იყო და მისია იყო საზღვრების დაცვა, ჯარში მონაწილეობა, თავისუფალი ხალხი იყო, ბატონები თითქმის მინიმალურად იყო, ხო და იმიტომ რომ თან ხასიათი ისეთი ჰქონდათ, რომ ქართველი მეფეები ერიდებოდნენ, ზედმეტად აჯანყებებსაც კი აწყობდნენ და რუსეთმა რასაკვირველია ეს არ გაითვალისწინა და დაიწყო მათი ძალიან მძიმე დაბეგრვა. გზის გაკეთებაში მონაწილეობას იღებდნენ, საკვებიც მათ უნდა მიეცათ რუსი ჯარისთვის, მიეღოთ ფიზიკური მონაწილეობა გზის გაკეთებაში და აი აქ გვაქვს ესე იგი მთიულების წერილია, წერენ რომ ერთ-ერთი კაპიტანი ისპრავნიკი ჟამურს მოვიდა, დაიჭირა ოსები, გოფში საიდანაც ზაღლები სვლებენ, შრატი ჩაასხა, დახოცა კატები, შიგ ჩაყარა ადამიანის სიბინძური და აჭამეს ამ ადამიანებს, რომლებიც პროტესტებდნენ აი ამ მძიმე ტვირთს და ასე ამცირებდნენ. ეს ერთი მაგალითია, უამრავი ასეთი მაგალითი იყო. მაგალითად მთიულების ორი ქალი გამოიყვანეს ოჯახებიდან ურემში შეაბეს და როცა ამ ქალებმა ვერზიდეს ურემი დატვირთული, მათ რახით წემეს, ისე რომ ოჯახის წევრები უყურებდნენ აი ამ ქცევას რუსების 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ცემით.
მათ რახით ცემდნენ, სადაც ხარები არ იყო, ცხენები არ იყო, ურემში ადამიანებს აბამდნენ და როგორია ურმის წევა, რაღაცა ქვებით რომ არის თუ ხით არის დატვირთული და როცა ვეღარ მიქონდნენ ცემდნენ და 20-ზე მეტი ადამიანი და რაც მთავარია რუსები წერენ ამას. შემდეგ ამ აჯანყების შემდეგ ციციანოვმა კომისია შეიქმნა, გამოიძიეს აჯანყების მიზეზები და მიხვდნენ რომ ნამეტანი მოუვიდათ, იმიტომ რომ სისასტიკე და კიდე მეტი სისასტიკე არ არის ჩახშობის ეფექტური გზა.